გამარჯობათ ხალბატონებო და ბატონებო, ეთერშია სპეციალური გამოშვება. ჩვენთან კვლავ ისე და ისევ ჩვენი უკვე მეგობარი პატა აბულაც. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ წელს ეს გადაცემა ბოლო არის და ვაკეთებთ წლის შემაჯამებელ სიტუაციას ჩვენს რეგიონში და არა მარტო ჩვენს რეგიონში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბატონო პატა, გამარჯობათ. გამარჯობათ. წინასწარ მოგილოცავთ თამდე ახალ წელს, მე მგონი მომავალ წელს შევხვდებით უკვე ერთმანეთს და მაინტერესებს შევაჯამოთ ის განვლილი დღეები, თვეები, როგორი იყო პოლიტიკურად, როგორი დატვირთული იყო, რა გავაკეთეთ, კარგი, ცუდი არ ვამბობ, კარგი რა გავაკეთეთ, რა ცუდი, რა თქმა უნდა და რა ვიცი. კიდე ერთხელ მივესალმები უკვე ეს გადაცემა უკვე ისე პოპულარული რომ ყველა მირეკავს პატა როდის გავა და აგერ მივესალმოთ იმ ხალხს მიულოცოთ დამდეგი ახალი წელი და გავა რა კაი რა მოხდა. კაი ის მოხდა რომ მე მაგალითად ეკონომიკაში რო გითხრათ ძალიან ვერ ვარკვევი, მაგრამ რაც დაიწყო ახლა პრემიერმა რომ ეს ამას ეს ფასების რაღაცა თუმცა ეს 13 წელია ხალხი ამას ეუბნებოდა, უყვიროდა ამ პრემიერს არა, წინა პრემიერებსაც, მოკლედ ესე ხო სხვა რა შეიძლება კაი მოხდა, კაი ფიქრობ ის რომ აი, მაგრამ რა არის, იცით, აი ის იყო ესეთი რაღაც წავიკითხე მე უბრალოდ Facebook გვერდზე იყო ბელორუსიზაციაო. ესე იგი, ბელორუსები აკეთებენ მარტო კონტროლს ფასებზე, საკვებზე. სხვა ვითომ არავინ არ აკეთებს და რა ვიცი და დაარქვეს მაინც რუსული ნარატივი. არა. ხო, ეს როგორც ვამბობ, საქართველო არის ლიბერალური ქვეყანა, სოდომიზმის გზაზე შემდგარი ქვეყანა და ყველა ტრადიციული სამყაროს სიკეთე აღიქმება როგორც სიბოროტე კაცობრიობის წინაშე და სინამდვილეში თქვენი თაობა, მე უფრო მეც გეტყვი, თქვენი შვილის თაობაც ვერ მოესწრება იმ დონეს სიკეთის, რასაც ბელარუსიაში აქვს და ეკონომიკური და უსაფრთხოების მხედველობაში. ეს ამაზე ყველა ვთანხმდებით. ფაქტი ეგერაა, რომ 2-3 დღის წინ ბალისტიკური რაკეტა არეშნიკები დააყენა. წარმოგიდგენიათ? ისე რომ ძალიან დიდი წარმოდგენა ექნებათ ამ ხალხს თავის თავზე, რომ ბელარუსიცაც მაგამდე ჯერ კიდე ორი თაობა არ ეყოფა რომ მიხვიდეთ. ხო, ახლა მეტი აი თუ ახლა ბიტავოი პრობლემას მეუბნებით, არაფერი, როგორც იყო 2023-ში, ისეა 2024-ში. როგორც ვიყავით 2023-ში უპატრონო ქვეყანა, ისევე დავჭით უპატრონო ქვეყანას. უფრო მძიმე ფორმებში და უფრო როგორ გით, უფრო კრიზისულად მაინც ის გამომივიდა რა, ცუდი. კაი ვფიქრობ, კაი რა. სპორტში წარმატება არ აქვს. ფიქრობ, შეიძლება მეშლება და არ ვიცი. ერთი ახლა ეს რაც არის, აი ეს, რა ვიცი, იქნებ რამე ფასებს ეშველოს და ამ გაჭირებულ ხალხს. აი მეტი კაი არ მახსენდება. არა ვარ მართლა დედის სპეციალისტი ვარ, არა ვარ განწყობილი, გინათხოვა ნეგატიური თქვა. პირიქით და მათქმევინა კაი რამე. შეიძლება მე აღარ მახსოვს. მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. ხო, ის მოხდა კაი, რომ უკვე პოლიტიკურ სცენაზე როგორც იქნა შემოვიდა ახალი ძალები და იმედი ამას ექნება უფრო ფართო გზა ექნება და ვიხილავთ უფრო საგადმოაზროვნე საზოგადოებას პირველ რიგში ძალიან მინდა რომ ისე ჯონდი ბაღათურია დაბრუნდეს პარლამენტში, აი ძალიან მინდა. ხო, სხვა არ მახსენდება. რა ვიცი, არ მახსენდება. ჯონდის დაბრუნება მე მგონია გაზაფხულის მერცხალივით არ ვიცი, მანა კაი იქნება, ძალიან საჭირო კაცია. კი, მაგრამ ერთი მერცხალი ხო იცი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ერთი ჯონდი არ ეყოფა პარლამენტს მე თქმა უნდა. კარგი, გასაგებია და რა მაინტერესებს იცით? საკმაოდ ხმაურიანი გახდა, რა თქმა უნდა, ხმაურიანი იქნებოდა ჩვენი უსაფრთხოების მინისტრის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავება და მე ვიცი რომ თქვენ ახლო ურთიერთობა გქონდათ მასთან და რამოდენიმე სიტყვით თუ შეგიძლიათ. ვიყავი დაჟე გიორგის ვანში ვეხმარებოდი არჩევნებზე, უფრო მეტიც, ბუნებრივია. ხო, პირველ რიგში
ეხლავე ვაფიქსირებ. როგორც მაშინ ღარიბაშვილზე ვთქვი, ეხლაც ვამბობ. თუ ლელუაშვილი სოდომიტურ სამყაროში ინფორმაციებს იძლეოდა, თუ სოდომიტურ სამხედრო იარაღს, რასაც ტელევიზია ქვია, ეს ტევ პირველი ფორმულა, ტაბულა, აი რასაც პროკურატურამ განაცხადა, იქ მართლა ესე იყო, ჩემი ზიზღი გულისრევა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, თელმა საქართველოს რო აპატიოს, მე მაგალითად მაკაც ხელს ვეღარ ჩამოვარდვე. იმიტომ რომ მან ეგ აფინანსებდა უცხო ქვეყნის იარაღს, აუცილებელი არა გაუბიცა იყოს იქა და აი რა ქვია ტანკი. ეგსაც ეს არის ეს სოდომიტური ტელევიზიები არის უცხო ქვეყნის სამხედრო იარაღი, რომლის მისია არის ერთადერთი იგივეს ვიმეორებ, რაც მაშინ ღარიბაშვილზე ვთქვი. ერთადერთი მისია არის მოამზადოს საზოგადოება არეულობისთვის, შექმნა საზოგადოებრივი აზრი და მე ეს საზოგადოება გადაჩეხოს ომში. მთელი მისი მისია ეს არის. აქედან გამომდინარე, ეს გამოიწვევს, შედეგი იქნება ქვეყნის ფიზიკური გაჩერება, დანაწევრება, მინაწევრება და ასე შემდეგ. შესაბამისად, თუ ეს ადამიანი მართლა იქით იყო და ეს ადამიანი ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჩემზე აქ 5 სიუჟეტი გაკეთებული და კი იცის საზოგადოებამ მაგით. რა სიგიჟეებს მაბრალებდნენ. რა სიგიჟეებს, აი ერთხელ კურიოზს მოგიყვებით ტელესეზონზე ვიჯექი პირდაპირ ეთერში. და ამ დროს, როცა მე პირდაპირ ეთერში ვიჯექი, ეგ აი სოდომიტური ტელევიზიები გადასცემდნენ, პირდაპირ გადასცემდნენ, რომ აბულაძე რუსულ ტანკში ზისო და დნეპროპეტროვსკის უტევსო. მე ეთქობ ეს რო დაიწერა და ნუ მოკლედ ხო ავარდა მე ამბები იქ წერენ რა ქვია კალაძესთან მივარდნენ აი თქვენი ისე აი ისო რუსულ ტანკში ზისო და დნეპროპეტროვსკის უტევსო. მე ეთქობა ჭკვიანმა კაცმა იქიდან დაურეკა რას ბოდიალობ ბიჭო კაცი პირდაპირ ეთერში ზისო რაი ტანკში ზისო კაცო და თუ აი ესეთ კატეგორია ტელევიზიებს პირდაპირ მტრეებს აფინანსებდა ხელს უწყობდა იმ ფაილებს რომელიც მე მანახა თვითონ სოდომიტურმა ტელევიზიამ და ჩემ კომენტარებს თხოვდა და სხვათა შორის რო კომენტარი მითხრეს რომ მანახეს მართლა იქ ამონაწერები პირდაპირ სიუჟეტები მე უთხარი თუ სახელმწიფო უსიშროებას ეს ჭირდებოდა ესე იგი სწორს აკეთებდნენ კი არ გამიკრიტიკებია კი არ გაუბრაზებული ესე იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩათვალა რომ ეს ჩემზე ესეთ რამე უნდა მომხდარიყო გადამოწმებულიყო თვალთვალი მიყურადება კი ბატონო ოღონდ სახელმწიფო უსაფრთხოებას და სახელმწიფოს ჩათვალა значит ესეა ცუდ ვერაფერს ამაში ვერ ხედავ მეთქი ხო ეგ თანამშრომლობაა ჩაულებრივი მაგრამ უყურეთ თემა რა არის ცით მაგრამ შენ რომ გუნდის წევრი ხარ აი ძალიან ნერვი მეშლება რა აი უყურე შენ რომ გუნდის წევრი ხარ და იმ სამზარეულოში ხარ სადაც 3-4 კაცში წდება რაღაცეები და ეს აი ამ 5 კაციდან გამოსული არა ხარ და უკვე ტევ პირველი ამ ინფორმაციას და ელისო კილაძე ამ ინფორმაციას ავრცელებს ერთ ფაქტს მოგიყვებით 2000 რომელი წელი იყო კაცო რაღაცა ელისო კილაძეზე უნდა შეგვეტანა საჩივარი პარტიას ასე ხო ვზივართ კაცო იქ რაღაცა ლაპარაკობენ და თემა მიდიოდა რაზე იცი ჯარიმის სახით რა ვთქვათ 41000 ლარი 41 ლარი თუ 41 თეთრი და აი მასე თან ისეთ იქ ვიჯექით კაცო და ელისო კილაძე წერს ელისო კილაძე რო ეხლაო იქ აზიან და ვერ გადაუწყვეტიათ 41000 თქვან თუ 41 წარმოგიდგენიათ ხალხო ციხეს შიგნიდან ტყდება ხო და აი უყურეთ რა ამიტომ უფრო ყველაფერი შეიძლება ადამიანს მიეტიოს ქვეყნის და საერთოდ მცნება ღალატის. ხო, საერთოდ. ეს არის ღალატი. შენ ქვეყანა, შენი უყურე, შენ ვიღაცაზე გაბოროტებული, მე ვიცი სარწმუნოებული ხარ, გიორგის ეხლა ეს ქვეყანა, აი გინდა თქო რა გადაშეხვა უნდა და მაგაზე არ ვაბრალი, მაგრამ იმდენად დაბრმავებდა ვიღაცაზე გაბოროტებული, რომ ადგა და ქვეყანაზე დაიწყო შურის ძიება და პირდაპირ მტრებთან მივიდა. რომ აი მე ასე ვაფასებ მაგას.
თუ ეგ არ არის და რაღაცა იქ თამის აღება, იმის აღება, ბიჭო, რა ვიცი, მე მაგას ესე უყურებ რა, რომ ადამიანი და ბუნება, იმიტომ არის ციხე, იმიტომ არის პროკურატურა, იმიტომ რავი, პრეზიდენტის აგერ სარკოზიც იჯდა ციხეში. თუ მარტო ეგ არის რაღაცა ქრთამი, მე მაგალითად არ შევწყვიტავ მასთან ახლობლობის ურთიერთობას. აი, ღალატს ვერ აბარდებ. აი, თუ კიდევ ერთხელ გასაგებ ენაზე მომ, თუ ის სოდომიტურ უცხო ქვეყნის სამხედრო იარაღთან, რომელიც მიზანით იყო ამ ქვეყნის განადგურება, ხო, და ამას აფინანსებდა, ხო, რავი, აბა მტერი რაღაცა მაშინ. აი, ერთის კამი რო იყოს და ვის დაუთმობდიო მაგ შემთხვევაში, ბოკერიას თუ ლილუაშვილს, ბოკერიას დაუთმობდი. რატო იცი, ის ბოკერია ჩესნი მაინც არის, გაცხადებული მაინც არის, ამბობს რომ მე ამ ქვეყნის დაღუპვა მინდა, როგორც ეკლესიის, ისე თქვენი გადაჯიშება მინდა და ამ კაცს არ იტყუება, რაც არის ამბობს. შენ რას აკეთებ, კაცო? ამიტომ აი ეს არის ჩემი პოზიცია. მე ასე ვუყურებ. ხარ და სამოფარებული ხარ. რა ასე საშინელება. მე მაგის ადგილზე პროსტ ავდგე და დავიხლიდი ტყვიას. ისე რა არის, იცი, ნათქვამი არა, ეგ რეალურად ვიცი, რომ საქართველოს 100 მოქალაქე რო გავაჩეროთ და ვკითხოთ, რას ვერ აპატიებდი, მეგობარს ასივე გეტყვის რომ ღალატი. ღალატი. და სამშობლოს ღალატი? სამშობლოს ღალატი ეს ხო მაგას დასტოინი ადამიანი თუ მაგას დასტოინი, ეხლა ვიტყვია თვითმკვლელობისკენ მოუწოდებ. არა კაც მე როგორც სამხედრო ოფიცერი გეუნებით. მაგეთ შემთხვევაში სამხედრო ოფიცერი იკლავს თავს. ხო, ეგ ვიცი. როცა ესეთი რაღაცას აკეთებ. რა თქმა უნდა. და დაჟე ის მოწინააღმდეგე ეუნება რომ მომეცი ღირსეულად მოკვდე. ხო, და ის უტოვებს, ბევრ ფილმში დაწმინდა. ფილმში და დაუწერელი კანონია. და ეს არის რუსეთის სამხედროს 26 კოდექსი. ეგ ასე უნდა გააკეთო? ეს დაუწერელი კოდექსია. ამას ეძახიან 26 კოდექსი. კარგი, ასაგებია. მე ხო მაინც რუსეთის აგენტი და რამე. ხო, ეს. ახალი წელია ვიხობროთ. ხო, ახალი წელია, ისე მოლოდინი იყო, რომ კამერაში ხვდებოდით, ხო, ახალზე. ომი რომ მიჭერდეთ. ხო, სხვათა შორის უყურე დღეს უსმინდე, ჯონდის უსმინდი დღესა. რავი ბიჭო, ძალიან მომწონს ბიჭო, ხალხი ბევრი ჩემი ახლობელი არ მეთანხმება რაღაცაში, მაგრამ ეხლა რასაც ეს ადამიანი აკეთებს, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი სტალინი რო იყო, ხო იცი, აი ტროცკისტებში შეგდებული რა ეკლესიისგან და მე სულ ყველა რო გაანადგურა ეს ანტიქრისტიანები იქ, აი ეს სოდომიტები, აი ეს ტროცკისტები და ისინი აი ესეა ჩვენი ფლანგი და ჯონი გადასროლილი იქ ტრის ბანაკში და ისე წყნარად კარგად შლის თემებს თანაც ცოტა იმათაც არ მოსწყოს წამყვანებს ბევრი რამე, მაგრამ აი უნდათ რომ აუბან, მაგრამ ეგ კარგი რაღაც არის, მაგრამ და აი ასე რა ვქნათ გვიჭირს ბატონო და ამიტომ შემოგზავნილი ყავს ტრიზურგში. ერთი ჩვენიანი იქა ყავს ჩაგდებული ბანაკში. ცოტა ხნის წინ მამუკაფიფიამ ჩვენმა მეგობარმა ადამიანმა გააკეთა, წაიკითხეთ ხო ინტერვიუ და მე მინდა ამ ინტერვიუს შემიძლია კლიენტს წავიკითხო, მაგრამ დიდ დროს გაიყვანს და ამიტომ თქვენას იქა ლაპარაკი კონსტიტუციიდან 78 თუ ეხლა საზოგადოება ამას მე დაჟე 2016-ში 17-16-ში აღარ მაგ კონსტიტუციას კონფერენციაზე დავყვებოდი პრემიერს, მაშინ პრემიერი არ იყო, მეც დავყვებოდი მაგ კონფერენციებზე და რა თქმა უნდა იციან ჩემი პოზიცია. დაგვიანებულია, საერთოდ მარაზმი წერია. ეს კონსტიტუცია არის შესაძლებელი, იმიტომ რომ კაცობრიობა იცვლება, დღის წესრიგი და ჩვენ რომ სულ არ შევცვალოთ, ახლა მამუკას ვეუბნები. აი, სულ არ შევცვალოთ, ამერიკის კონგრესის, ამერიკის სახელმწიფო მიიღო უსაფრთხოების დოქტრინა, სადაც წერია, რომ ნატო კანიეთ დასასრული. აი, სულ არ შევცვალოთ, თვითონ იმათმა დაამთავრეს. ანუ იქ დამთავრდა თვითონ და ახლა ეგ და დაასანქცირეს, მე მგონი ევროპული ლიდერები. ეგ მაგაზე მე გადავიდეთ, მაგრამ ეს რასაც მამუკას განცხადება არის, რა თქმა უნდა, მან არის მე ახლა ზუსტად ამ კანონებში ცოტა ისე ვარ, მაგრამ ვიღაცა იქ ყოფილმა პარლამენტარმა ამიხსნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეუულია რაღაცა შეჩერების პროცესი გააკეთოს, რაღაცა აი მსგავს მე ზუსტად არ ვიცი, რომ ხალხი შემთხვევაში არ შევიყვანოთ, მაგრამ ეს რო არის გასაჩერებელი, შესაჩერებელი, ამას
ფიზიკურად დამთავრდა და ხა წერია რაღაც სიგიჟე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ის, სადაც ჩვენ შევდიოდით, იმან გითხრა, იმან თავისი სახელმწიფო უსიშროება და უსაფრთხოება ააგო მაგაზე ახალი დოქტრინით, რომ ნატო აღარ გაფართოვდება, იმიტომ რომ ამის გაფართოვება იწვევს ბირთვულ ომს. შესაბამისად, ჩვენ ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა. ამიტომ მე რა თქმა უნდა მამუკა პოლიტიკოსია და პოლიტიკურად ჩამოვაყალიბა და მე უბრალო ენით აი ხალხს რა თქმა უნდა პირდაპირ ხასაც უჭერ და ამაზე ბევრი გვაქვს მე და მამუკას ნალაპარაკები. გასაგებია და რა მინდა კითხოთ ერთი უბრალოდ ძალიან მაფიქრებს. ნატოს შემადგენლობაში რო შევიდეს ვთქვათ ჩინეთიც და რუსეთიც რა მოხდება მაშინ? ხო მაგრამ თვითონ ნატო არაფერი არ მოხდება. აი რაც ახლა არის რატო არ მოხდება იცი? თვითონ მაგ ნატომ ამოწურა თავისი ფუნქცია. ეგ ნატო იყო აი მე მგონი ეს ნატო შექმნილია ამ დიდი ქვეყნების გასაჩერებლად. არა, საბჭოთა კავშირის და ვარშავის დაგავრის საპირწონედ შეიქმნა. მაგრამ ეს სტრუქტურა, ეს საბჭოთა კავშირი და ეს ვარშავის ხელშეკრულება დასრულდა. მერე ამან შეიძინა რუსეთის წინააღმდეგ ფუნქცია, რამაც კაცობრიობა მიიყვანა ბირთვული ომამდე კინაღამ. ამიტომ თითქმის ხო რა თქმა უნდა, ხო, ახლა არიშკინი გამოიყენა კაცო. აქედან გამომდინარე ორი დიდი გიგანტი სახელმწიფო, რომლებსაც შეუძლია კაცობრიობა დაამთავროს. აი კაცობრიობა პირდაპირ გაგებით პლანეტაზე გააჩეროს, ცოცხლი გააჩეროს. ის ორი ადამიანი მე როდის ვამბობდი ალიასკაზე რომ ბიჭო ყველაზე ნაკლებად ილაპარაკეს უკრაინაზე მეთქი ალიასკაზე რომ შეხვდეთ. იქ ჩემი გადმოსახედიდან არ ვადასტურებ. იქ ყველაზე მთავარი რაზეც შეთანხმდა ორი ქვეყანა ეს არის ის რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს არ ვეტაკებით და რომ არ ვეტაკებით ერთმანეთს რუსეთმა თქვა მაშინ დაუბრუნდეთ იმ პირობებს რამაც გამოიწვია ჩვენი აი მიყვანა ბირთვულ ომამდე დაჯახებამდე მოდი დაუბრუნდეთ და თქვა იმ ტრამპიც ამობდა ის ტყუილა კი არ იმეორებს კაცო რომ მე რო ყოფილიყავი და ომი არ იქნებოდა და ანუ ომი არ იქნებოდა კაცობრიობა არ მივიდოდა ბირთვულ საშიშროებამდე და რუსეთის სწორ სიტყვოსო კაცო რომ ომის მიზეზი რა არის უკრაინა არ არის კაცო ომის მიზეზი ომის მიზეზი არის უკრაინის ნატოში შეთრევა როგორც საქართველოსი აქედან გამომდინარე პირველი მიზეზი რაც იყო ის აღმოფხვრა თუ ანუ ნატო გაიწიე ჩემს საზღვრიდან ამაზე ორი დიდი სახელმწიფო შეთანხმდა და დოქტრინა მიიღო მეთქი უშიშროების დოქტრინა მიიღო ნატომ ეს ქართველებს მოსწონთ არ მოსწონთ ბიჭო მიიღო საცა მივიდოდით იმ კაცმა გითხრა რომ ბიჭო გამანებეთ თავი კაცო თქვენი გადამკიდე კინაღო ბირთვულ ომში ჩართოთ კაცობრიობა აი უბრალოდ რო აუხსნა ამ ხალხს რა მაგრამ ქართულის წვიში ერთად შედის გამორიცხული ეს არ შევა ქართულის წვიში და გეტყვი მაგი რა ყოის მომივიდა მაგაზე ინციდენტი რა რაღაცა TikTok-ში რაღაცა თხოვეს ჩავერთე რაღაცა კი არ ჩავერთე დავწერე კაცო კომენტარში დავწერე რომ ბიჭო რავი ამერიკელებმა თვითონ მიიღეს ეგ დოქტრინა ქართველების არაა დამოკიდებული სად შეხვალ სად არ შეხვალ საერთოდ არ გეკითხებია შერბეთკი ტიპმა ისეთი დედის გინება დაიწყო ჩემს მისამართით ნუ რა თქმა უნდა მეც ემოციურად დავყევი და მე გავჩერდი რა მე აი მაკაცებმა მითხრეს და სად არისო ნახოთ ერთი მე დავფიქრდი კაცო ხო ემოციურად რო ხარ შენ რაღაცა ზედმეტი მოკლედ როგორც არის რა და მე დავფიქრდი და თქვი ამ ადამიანს ჩვენ დაუნგრიეთ ანუ 34 წელი რაშიც ოცნებობდა აი ნატოში ევროკავშირში ხო ეს სამყარო ჩამოენგრა თავზე კაცო თვითონაც ხედავს ადრე რომ ვეუბნებოდით დაგცინოდნენ რავი მარგინალებს გვიწოდებდნენ გერეოს აგენტებს გვეძახოდნენ და რავი სიგიჟებს ხო გვეუბნებოდი ეხლა თვითონ შეეხო ხელით უკვე აი ამას რასაც ვეუბნებოდით უკვე როგორ რუსები თქვენ სამ პაში უპალ რუკამი და რო შეეხო ხელით მიხვდა რომ ბიჭო ეს კაცი მართალი ყოფილა და კი დასკვნები ემოციურად ალბათ ინტელექტი არ ეყო და ადგა და ტიპმა გადავიდა აგრესიაზე
ამას დეპრესია ქვია, აგრესიული დეპრესია დაემართათ. გამოსავალს ვერ ხედავს გარეთ. პატრონები აღარ აყავთ. ამ დროს ხედავენ რომ საქართველოში სიტუაცია იცვლება ხალხო. ამის შეგვებაც უჭირს რატო იცი? ამ ატმოსფეროში დაიბადა და ამ ატმოსფეროში გაზარდეს ხელისუფლებებმა ჩვენებმაც. ეს ჩამოენგრა სულ რაღაც 3 წელიწადში კაცო. აქედან გამომდინარე ხდებიან დეპრესიულები, აგრესიულები და გადადიან უკვე რო ვერ აი რა უნდა ეთქვა? ხო არ მეტყოდა ბიჭო იტყუებიო. ხო მაგას ხო ვერ გეტყოდა, ამიტომ გადადის უკვე შეურაცხყოფაზე. ანუ სიძულვილში გადადის. მე როგორც უკვე ის დავიწყე მოძრაობა ჩვენი გადაცემიდან რომ სიძულვილი დავძლიოთ ერთმანეთის აუტანლობა დავძლიოთ. იმიტომ რომ უფრო დიდი სასწორის მეორე მხარეს უფრო დიდი პრობლემა გვერდება, ალბათ შევეხებით მაგასაც და ეს ერთმანეთის სიძულვილში რო ვართ, დაბრმავებულები ვართ და ამას ვერ ვხედავ და ეს მოვიდა კაცო უკვე. ხდები და ანუ მე ვიფიქრე ბიჭო აი ეხლა უნდა ავიდე ეხლა ეს 60 წლის კაცი მივიდე იმას საქმე ორჩია რატო შემაგინე ბიჭო ტყუილი ხო არა ვთქი და იქ ანუ აგრესიას კიდე აგრესია მოყვება ხო მე იქ რო კიდე გეთქვა და კიდე უნდა აგეხსნა რომ არ ვამბობ ტყუილს ის მან გაიგე დაანა რა თენგო იცის თვითონაც ხო ვიცი მაგრამ რაკნას ჩამოენგრე სამყარო ამიტომა რომ ხელისუფლებას რაზეც ახლა პრეტენზია მაქვს ბიჭო ამ ახალგაზრდებს რაში ჩვენ გავზარდეთ გინ წინა ხელისუფლებამ ედიკადან დაწყებული და გინ ჩვენმა ხელისუფლებამ ის სამყარო ჩამოენგრა კაცო როგორც თქვენ ისე იმათად ჩამოენგრათ ისოთ აი ლონდონში განათლებას იღებდნენ იქ არასამთავრობოებში დარბოდნენ მიღებული ტიპები იყვნენ იქ ფოტოებს იღებდნენ ბიგ ბენგის საათებში ეიფელის კოშკთან და რაღაცა აი ესე იმაში ცხოვრობდნენ და ამ დროს 3 წელიწადში ბრახ და ჩამოენგრა ეგა კაცო არავის აღარ ჭირდება შენი აქ ლონდონიდან და კემბრიჯის დამთავრებული უკვე პაზორი ხდება, ხვდებით? ამიტომ იმ ადამიანმა ნახა რომ ბიჭო ესე იგი 34 წელი სიგიჟეში ვიცხოვრე? ბუშტის ჰაერში ვიცხოვრე, რომ ერთი ნერსი ვიღაცამ შეაჭრა და გასკდა და მორჩა? კი ვეუნები. იმიტომ რომ ეს ორი სიტყვით. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ორი სიტყვით რომ ვთქვათ მოლოდინი გაქრა. ვიცოდით მაგრამ ამის გულისთვის ამას ვეუნებოდნენ წლების განმავლობაში ხალხს იჭერდნენ აქ კაცო ხალხს აუპატეურებდნენ ხალხს ხოცავდნენ კაცო მაგის გულისთვის ამას ეუნებოდნენ რომ ეს ბიჭო ეს დამთავრდება ეს არასწორი გზარი ამას რომ ეუნებოდა წინა ხელისუფლებაზე ეს ხელისუფლება ევროკავშირის დროშა რომ ჩამოხსნეს და დაწვეს წიპები ციხეში დაიჭირეს და გავიწყდათ არა ხო ეგ არა და თურმე მართალი ყოფილა ხო ის ხალხი როგორც აღმოჩნდა თურმე მართალი ყოფილა რა ის ეხლა თვითონ წავენ კაცო მაგ დროშას ხდები ანუ ის სამყარო იმ ბავშვების სამყარო რომელიც რუსთაველზე დარბიან ის სამყარო ჩამოენგრა იციან მაგრამ გადასულები არიან კიდე ერთხელ გადასული არის უკვე სიძულვილში რატო იცი ესეთი წარმოდგენა აქვს რომ ხელისუფლებამ დაუნგრია ეს სამყარო და რუსეთმა და ესენი ხო რუსების ის არის ნეტა ღმერთმა გისმინოს და ესენი რუსების ის ყოფილიყო. აქედან გამომდინარე თენგო ბატონო ერთადერთი პრეტენზია რაც მაქვს ხელისუფლებასთან გადააბიჯეთ აი მოერიით თქვენ თავს და სიძულვილეს კერებს კინ უქმნი კაცო. ნუ უმატებს შენი რაღაცა იმებით ნუ უმატებს სიძულვილს ჩვენ ეხლა ხელისუფლება იქნება ის ოდომიტები იქნებიან კონსერვატორები ტრადიციულები თუ შუაშისტები თუ რაც არიან ხო გინდა არ გვინდა ჩვენი მოქალაქეები არიან კაცო აი ხა დღეს ჯონდი რომ გამოვიდა თქვა ესეთი სიტყვა დებილები ეს სიტყვები იხმარა აი ჩემი ძმა არის ჯონდი ძალიან მიყვარს მე ვთხო ეს ტერმინიც ამოვიღოთ ერთმანეთზე დებილების თქმა ჯონდი სხვა მშობლიური ხალხი ჩვენ არ აყვავს. იმდენად პატარა ერი ვართ, რომ ამის ფუფუნება რა გვაქვს ჩვენ ერთმანეთს დებილები ვეძახოთ კაცო. ხვალ რა დღე დაუდგება ამ ქვეყანას?
ხო, მე უნდა იმ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ბიჭო, იქაც ჩემები არიან. შეიძლება განსხვავებულები ვართ, მაგრამ ბიჭო, ჩემები არიან. კაცო, ცოტა ცემას მაინც არ დამიწყებენ და გინებას. თუ ჩვენ ამას დავძლებთ, ჩვენ ძალიან ადვილად გადავიდით ამ ეტაპს. აი ეს არის ჩემი წილის შეფასება. აი თუ მაინდა-მაინც გაინტერესებთ, ის რაზეც მე ვერ მიტანენ ხელისუფლებაში. პარტიაშიც ძალიან ბევრი და წლები ვერ მიტანდნენ, პროსო ვერაფერს ვერ მიშვებოდნენ. ვინმე გამოვიდა თქვა, რომ პარტიის წევრი არ არისო. რატო არ ამობენ იცი? ზუსტად იციან რომ მართალს ვეუბნები. ეხლა კი არა, 2011 წლიდან და 12-დან კი არა, 2011 წლიდან და დამცინოდნენ მეთქი, კაცო. ხო შეგარქვენ პარტიის ჟირინოვსკი. ჟირინოვსკი. ბიჭო, აი უყურე. ეხლა რაზიანენ გაბოროტებული იცი? აი მაგათი რო არ გამართლდა და ჩემმა სამყარომ რო მოიგო რა. ახლა აი ახლა ამაზე არიან გაბოროტებული. ბიჭო, ამან როგორ არა და ხო ფაქტი ამაზე დამცინოთ მე ხო აქ მოგიყევით ტელევიზორში რომ ვიღაცამ სამშობლო თქვა, პატა შენებიო. რაღაცა იქ რაღაც აქცია იყო და ჩვენი სამშობლო ვიღაცა მიგოფონში დაიყვირა და პატა შენები არიანო. რატო იცი? რითი გაგზავნეს არ იცით? სიტყვა სამშობლო თქვა იმან. რომ ეთქვა ქვეყანა, ესე იგი ჩემები არ არიან. აი სამშობლო რო თქვა, ესე იგი ჩემები არიან. ამაზე დამცინოდნენ და ზოგი განაცუდით, აი ზოგი მოფერებით დამცინოდა, ზოგი ისა, კაი ჩვენი გიჟია, კაი გიჟი, ისეა თუ ესა ჩვენი გიჟია და ლილუაშვილი დამცინოდა. ერთხელ ბიძინა ივანიშვილის გარდაიცვალა დიშვილი, ხო, ხონებული კობა, კაი გერმანიაში სისხლი ჩაექცა. ხო და იქ მე სასაფლაოზე ავდიოდით ბიძინა ქალბატონი ეკა, ბატონი ბიძინა ქალბატონი ეკა და გვერდზე მიყვებოდი და უკან მოდიოდა ლილუაშვილი და გომელაური. ვახო. ხო და გაჩერდი ესაო ჩვენი არ არისო კაცო, ჩვენი არ არის. იხუმრობით ამბე, კაცო, აი ეს რატო იცი? ჩვენი არ არის ლიბერალური არ არისო, კაცო. ხვდები? მაგრამ ჩვენიაო მაინცო. აი ესე ხუმრობაში მეუნებოდნენ რა. ეხლა ფორა მომწეს. ესენი რო აკეთებენ, აბულაძე დაიძინე რა, დაისვენე. ეხლა ესენი რო აკეთებენ. მე რატო შემიძულეთ, არ ვიცი, რატო როგეულებოდი ის მოხდა? რამე არასწორი გითხარით, რასაც ეხლა თქვენ აკეთებთ, ამას როგეუნებოდით. ზუსტად მაგიტომ შემიძულეთ. აი ეხლა თვითონ აკეთებ. ეხლა თვითონ მარტო კი არ აკეთებენ, ფორას მომცემენ, კაცო. პროსტო სიტყვებს არ ქვევენ, რა ქვია, დაუძინებელი მეგობრები. მეუბნებოდი ჩვენი მტრები არიან ხალხო. ეს სოდომიტები, ეს ჩათლახები მეთქი, კაცო, როგორ დადიან ეს LGBT იმით რომ მიდიოდნენ, გახსოვს ის ელჩები რომ შავი იმით რომ მივიდნენ მარშრუტით. ეს LGBT რამ ხელა შეურაცხყოფას აყენებენ მეთქი ქვეყანას, ამ 3000 წლიან ტრადიციულ სახელმწიფოს ამას სამეზობლო ხო უყურებს, კაცო. აი ეს ელჩები რასაც აქ ვაბედინებთ, ვერც ერთ ჩვენ მეზობლებში ვერ გაბედავდა. ეს წარმოუდგენელი იგაბე, რატო? ამას რომ ვეუბნებოდი ადრე მაგათ. კაი რა ეგ დიქტატურა და ტირანია და ეხლა ჩვენ როგორ ავართ? ეხლა ჩვენ გავხდით დიქტატურა ტირანია? მაგრამ არა უშავს, იქ ჩვენთანაც მოხდება ჩვენთანაც მოხდება რესტარტი, ჩვენთანაც ის ხალხი თუ არ და გამოვიდნენ და თქვა რომ კაცო ეს კაცი არ არის ჩვენი პარტიისელი. აი პროსტო თქვან არ შეიძლება. კი. ვერ იტყვია. არა, მაინც უყვარვარ. მაინც უყვარვარ, გაჩერდი. ბატონობა და ახლა რა. გიჟი ვარ თუ, კაი მაინც მაგათი ვარ. წელს ეს ჩვენი ბოლო გადაცემა და მოდი რა როგორ დავამთავროთ, იცი, არ მინდა ეს რაღაცა მინორულ ნოტაზე დავამთავროთ, უფრო მაჟორულად, ცოტა სამხევლო და აი ის მომენტი გაიხსენეთ წეღან რო ვიყვებოდ. მაგას მოყვები აუცილებლად. მე კიდევ ერთხელ მინდა დავამთავროთ უბრალოდ აი ამ პატარა მხიარულად რა. მე ეხლა უყურეთ აუცილებლად მოყვები მაგასაც. მე მომფესნებს ამ ქვეყანას სასტრაფოდ ჭირდება უსაფრთხოების ქოლგა. ყოველ მიზეზ კარგია ის ფასები, ის ბიტავოის შიდა პრობლემაა, კაცო. მაგრამ იმ გლობალურ პრობლემას ის არ ფარავს, კაცო. ეს უნდა ეს არის აი კრიტიკულად საჭირო გადასაწყვეტი. აი კრიტიკულად საჭიროა ხალხო. უკან დაგვრჩება, უყურეთ აი აუცილებლად დავამთავრეთ მაგით, მაგრამ აი ეს რო არა თქვა, სახში მოვდიოდი ამას წინათ და
მეზობელი შემხვდა და ბავში ტიროდა რა. და რა იყო ბაბუ მეოთხე მამას ბაბუ ომის მოყავდა. რა იყო ბაბუ მეოთხე რა გატირებს და მეთქი კამფეტს ვაჩუქებ რაღაცა და კაიო რა პატაო, კაიო რა მართლა ამოხვედი ტყეშიო. აი მე გავგიშდი კაცო. რა იყო მეოთხე თენგო რა ხელი. და მანახა ტელეფონში. რუსთაველზე იოლკა ის ნაძვის ხე. ესე იგი აი პაკისტანი აი ეგ როგორ მივიყვანო შვილიშვილიო ბიჭო რა და ცოტა უხეშად და ისეთი დედის გინებები იყო იქა ნუ ხელისუფლება თქვენ არას ბიჭო ერთი ახალი წელი რო ბიჭო ისეთ აი გადავირიე რა ეხლა მე არ ვიცი კიდე ერთხელ მომბ ეს ხო დასაწყისია გუშინ კიდე ფაქტს გეტყვი ვიღაცა გადარეული ემიგრანტი ბათუმში შევარდა სკოლაში თრალი ეს ტიტველი პაპო ეს როგორ არის წელსზევით ტიტველი ეს მაძუნდარა კაცები იქად განალდა ეს ქვეშაჯვიები ესენი ერთ მაროთხაში შენ რასაკეთებ აქა გაიგე შენ დგანან ეს რა ისწავლეს ტელეფონით გადაგება, კაი ქალებმა გადაიღეს. და იქ ვიღაცები ყვირიან თეთა რა გვეშველება, არაფერი აღარ გეშველებათ. შემოვიდნენ ბავშვებთან სკოლაში. აბა შენ თუ მაგარი ხარ, ჩადი და შენ გააკეთე იმათ ქვეყანაში ეგა. იქვე დაგაკლავენ ღორივით, კაცო. იქვე დაგაკლავენ ღორივით. აი აქ როგორი წესითაც ცხოვრობთ, იმდენსაც გვიბედავენ რა. მართალია. ეს დასაწყისია. ეს ხოლო დასაწყისია, თენგის. დასაწყისი მე მგონი ეს უნდა იყოს დასასრულის დასაწყისი. ეს უნდა დავასრულოთ. არ გამოვა ისე არანაირად, უბრალოდ მე და თქვენნაირი და ეს ბრიქსის მოყვარულები ვინცა ვართ, ასე რომ ვთქვათ, ვერ ვაპატიებ. მე არევულ ქვეყანაში წავიდე ამ ქვეყნიდან და დავტოვო ჩემი მომავალი შთამომავლობა და რაც დამიტოვა შემაწინაპარმა, ის მაინც უნდა დაუტოვო. თე უყურე ხალხს მინდა უთხრა ვინც ამას აპრავებს იმათი არც ერთი შვილი საქართველოში არ სწავლობს თუ საქართველოში სწავლობს ისინი სწავლებენ დაცულ სასწავლებლებში აი კერძო სასწავლებლებში რაც ისინი კერძო ისინი დამცვა ყავს ისა ყავს თქვენი კითხეთ თქვენს უბედურ დღეზე გაჩენილებო აი მართლა უბედურ დღეზე გაჩენილებო რომ ეს არაბი პაკისტანელი იყო ვინც იყო ხო დაცულ პოლიციაში იმათ არ შეეხებათ ვინც ამას აპრავებს მეთქი კაცო იმათ საერთოდ ისინი საერთოდ ვერც იგრძნობენ დოპარი დოვრემენი მე მაგათაც შეეხებათ რა თქმა უნდა წავლენ რომ ჩვენ გვეხება თქვენ შვილებს შეეხება და თქვენ შვილიშვილებს შეეხებათ ეს ეხლა ამით რო არ დავამთავროთ ხო 26 მაისია 2011 წელი და მაგრამ კაი ნაცემი ვარ როგორც იქნა მიშა ჩამიგდო ხელში რა ხო ეხლა ვერ მირტყავდა მაინც სახელმწიფო ჯილდოები აქვს იქ რა ქვია ნაომარი ნაფრონტალე და მოკლედ რამდენი რაღაცა უნდოდა ჩემზე გაკეთება იმდენი ხარ ქალბატონი მანანა კობახიძე გამოვარდებოდა ჩემი დაცვილი და იმდენი ეკაბესელია და ანუ მოკლედ ბრიფინგებს აწყობდნენ და მოკლედ არ აძლევდნენ ჩემი დაჩაგვის საშუალებას თან მიზნსაც არ ვაძლევდი ეხლა რა ხო და კაი ნაცემი ვარ თენგო რა კემრიე ჩამიყვანეს ქალაქის სამმართველოში კაპეზეში ერთ 38 კაცი ვდგევართ აი ესე დაგვაყენეს კედელთან სულ ყველა ესე ეს ბინტი მაქვს რამე გადახვეული აი ტუჩებს ესე ვიფხან ყურებს ესე ვიფხან მოკლედ ასიებული ვარ მოკლედ და მეთქი ცოტა და იქ შემოვიდა სამი სპეცნაზელი რა მაინდა სპეცნაზელი არ უნდა იყოს ეგენი ცოტა ზონდერები უფრო მგონი იმიტომ პოლიციას ესეთი მანერები არ აქვს რა ხო და რასაც ახლა მოუყვები ხო და ესე მოყვებიან რა შენ ვისთან იყავი გვარი სახელი ვისთან იყავი და სემენ მოკლედ რა ბიჭო ბედი არ გინდა კაცო ჩემ გვერდზე 26 მაისი ჩემ გვერდზე იყო აჩიკო ბურჯანაძე 26 მაისი ბურჯანაძის გვერდზე აი ბიჭო ეხლა ზმაკაცოთ რა და ბურჯანაძეს ერთად რო გეხარ კაპეზეში ვახ ფიქრობ კაცო ეხლა ამაზე გაბრაზებული კიდე მე არ დამემატონ მეთქი და ესე ხო მოყვებიან და მოვიდა ფიქრობ და მოვიდნენ ბურჯანაძესთან ხო და
რაგვარი ხარო და ბურჯანადევ და ოხ შენიო და იქვე დასხეს მოკლედ აღარ შეეკითხე გარშე აღარ შეეკითხე კაცო რა იყო ეხლა ვფიქრობ ჩემზე რა მოვიფიქრო არავისთან არ ვიყავ 100 პარტიის წევრი ვარ აი პროსო გავიგე რომ მიშა საწინააღმდეგო მიტინგია და გავიქეცი რა საცა მიშა სულ თვითონ ყველგანი გავბო მოკლედ ბიჭო გამახსენდა ქედემე აი ქრისტიან დემოკრატიული ხო ბიჭო მე უთხარ ამათ ხო ვიცნობ კაცო მე უთხარ ინგას ვიცნობ ამ ხლიქს ვიცნობ თარგამაძეს რაღაცა და ცოტა ამოვისმოთ ქა ეგენი ხო ბრატები იყვნენ რა ხო ვიცოდი რომ მიშა შეგნებულად ესე ვდგევარ თან ესეთ სახე მივიღე ტრაგიკული რამე ხო რა გვარი მეთქი და აბულაძე მეთქი დაფიქრდი ნუ გვარმა არაფერი უთხრა სად იყავი ვისთან იყავიო ქედემე ესე ვითომ ქედემე მეთქი და ეგა რა არის ნუ მე ერთი უნდა მივორდი ბიჭო როგორ არიციო აი იმალო უთხრაო იმალო კაცო ამას უკელმაო ხლიკიო უშემთავრობის ბოზოვო თეთრა მირთხე არგი და აი ესე იყო ეგაც ძალიან ცუდი ისია რომ სემეს მაგრამ სახალისო მე ჩაიარა მაგი უკვე წარსულია მიულოთ ახალი წელი დამდეგი ნამდვილად ქალბატონებო და ბატონებო წელს კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ბოლოჯერ იყო ჩვენი გადაცემა სპეციალური გამოშვება გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ვფიქრობ რომ მომავალი წელი იქნება საქართველოსთვის მინდა რომ იყოს საქართველოს აყვავის წამოწყების წელი და მე მგონია ხანდახან ჩემი სიტყვები მართლდება და ესეც გამართლდეს მინდა. არ გავძანდებოდეთ. მიულოცოთ, მეც ულოცავ დამდეგს. მე ვთხოვ ამ ახალგაზრდებს, ვიცით, რომ თქვენ უკვე კარგად ხედავთ, რომ ის თქვენი რაც იყო ეს რაღაცა გარეთ დასავლეთით ისა ჩამოინგრა, მაგრამ თქვენი მშობლიური ხალხის გარდა დამეჯერეთ თქვენ არავის არ უყვარხართ. არც არავინ ასად არ გელოდებათ. კარგები ვართ, ცუდები ვართ, თუ ჩვენ ერთმანეთის სადაც არ უნდა წახვიდეთ, ვისთანაც არ უნდა წახვიდეთ, რა მილიონერებიც არ უნდა იყოთ. რა ვილებიც არ უნდა გქონდეთ იქ სხვა ქვეყანაში. დამეჯერეთ იქ ისე არავის არ ეყარებით როგორც თქვენ მშობლიურ ხალხს. ამ ხელისუფლებასაც ვიონები. მოგწონს, არ მოგწონს. ცუდია, კაია, არ ეთახმები პოლიტიკაში, ეთახმები პოლიტიკაში. ბიჭო, თქვენი ხალხია, თქვენი მშობლიური ხალხია, ამ ხალხთან ერთად უნდა ვიცხოვროთ და ღმერთმა გაამრავლოს კიდე საქართველოს და ქართველები. ასევე ყველა ექსპერტებს ვთხოვ. აი, პირდაპირ მოდი მომავალ წლიდან, აი ეს ჭუჭყი ჩავაბაროთ ამ 25 წელს. ახლიდან დავიწყოთ 2026 წლიდან. ახალ ეპოქას ახალი აზროვნებით შევხვდეთ. ნუ ვეძახით ერთმანეთს დებილებო, კრემლის აგენტებო, იმის აგენტო, ლიბერასტო, პიდარასტო, არაპიდარ, აი შევწყვიტოთ. ესეთი რაღაც, რატო იცი? სულ მალე დავდგებით ძალიან ცუდი ფაქტის წინაშე და ჩვენ თუ ერთმანეთში არ ვიყავით გარკვეულები, ჩვენ იმას ვერ შევამცვეთ, როგორ დაგვეშლება ეს ქვეყანა ხელიდან. დიდი მადლობა ბატონო პატა, მე ერთს დავამატებდი კიდე, მოდი მომავალი წელი დავთესოთ ლოზუნგით, ჩვენ ერთმანეთი შევიყვაროთ. ძირს სიძულვით. კარგად ვზარდებოდით.